მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით, ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ Facebook-ზეც გვიყუროთ, პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე გვიყუროთ YouTube-ზე, პალიტრა ნიუსის არხზე. ჩვენ დღეს გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ იმ ინციდენტებზე და ამბებზე, რაც 9 აპრილის მემორიალთან მოხდა დღეს, იცით რომ იქ ღამე გაათენეს დაკავებული პატიმრების მშობლებმა და ასევე ღამე გაათენეს აქტივისტებმა. მათი სურვილი იყო, რომ როგორც ჩარშან არ მიუშვეს მთავრობის წარმომადგენლები მემორიალთან, წელსაც იგივე გაეკეთებინა, თუმცა წელს დილიდანვე იყო მობილიზება პოლიციის, როდესაც უკვე დააპირეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსვა, იქ პოლიციელებს კორდონი ჩააყენეს და ასე ამ ვითარებაში მივიდნენ მთავრობის წევრები, პრეზიდენტი და ასე შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ სამ მემორიალთან და შეამგეს გვირგვინებით. თუმცა მიუხედავად ამ ასე ვთქვათ პოლიციის კორდონისა, მაინც მოხდა რამდენიმე ინციდენტი, ერთი ადამიანი დაკავებულია კიდეც. ჩვენ სტუმრები დღეს სტუდიაში იქნებიან, სწორედ პატიმრების დედები, ნარგიზ დავითაძე, ზვია ცეცხლაძის დედა და მარიზი კობახიძე, თორნიკე გეგოშაძის დედა. მივესალმებით მას, გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ იქ იყავით დღეს, ღამეც იქ იყავით, დილითაც იქ იყავით და რო გითხრათ დღეს რაც მოხდა იმის შესახებ თქვენი შეფასება და მე უკვე გადავიდეთ ზოგადად 9 აპრილის მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ და ამ ბრძოლაზე, რომელიც 500 დღე გრძელდება უკვე. და თქვენგან დავიწყოთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენ ვართ ბრძოლაში, ვიბრძვით ქვეყანა რო გადარჩეს და ჩვენი შვილები რო გამოვიდნენ უსამართლოდ რო არიან დაკავებული. დღეს შოუ დადგეს, ვერ მოვიდნენ თავისუფლად. პოლიცია არ დატოვეს საქართველოში, რომ დღეს თავისუფლებაზე არ მოეყვანათ. საპატიო დარაჯებზე თუ პოლიცია არის ჯარი იყო, არ ვიცი. საპატიო ყარეული. ყარეული, ხო, საპატიო. და მოვიდნენ 1 საათი ემზადებოდნენ, მოიყვანეს, გაგვწიეს, გაგვყარეს, აი ყველაფერი იკადრეს და მაგას მოსვლა და პატივის მიგება არ ქვია. მე სულ არ ვთქვი, რომ მაგენი იყვნენ დღეს 9 აპრილის მემორიალთან მოსული და გაიმარჯვეს, პატივი მიაგეს 9 აპრილის გარდაცვლების სულებს. ჯერ მათთვის არაფერს არ წარმოადგენს ჩვენი გარდაცვლილები, იმიტომ რომ გმირებად არ აღიარებენ, ცოცხალი ადამიანი არ აინტერესებთ, ავადმყოფი ბავშვები არ აინტერესებს და გარდაცვლილების ხო საუბარიც ზედმეტია. ამ შოუს დგამენ მათი მაყურებლებისთვის, რომ აი ნახე როგორი პატრიოტები არიან, თამაშობენ და ეს თამაში ჩანს უკვე. უკვე იმ ხალხმაც დაინახეს დღეს კოცებს ძალიან ბევრ კოცს დავანახე ჩემი შვილის ფოტოებიც მისი განათლება დიპლომებიც და თქვენი პრეზიდენტი მე ვუთხარი ერთი დიპლომი არ აქვს და ჩემ შვილს მე ვუთხარი მთელი კედელი აქვს და ეს არის ტერორისტი და კოცები არიან წმინდანები მეთქი ბევრმა დაფიქრდა დაინახა მართლა ვუი მართლა ასე ხო მე ვუთხარი ხანდახან სხვა არხზეც უნდა გადაართო იმიტომ რომ ესენი არიან პროპაგანდისტები მატყუარები სამწუხაროდ დიდხანს მჯეროდა მეც მეთქი მაგრამ არ არის ის ბევრი ნიღაბი ეკეთათ და გაუჭირდა ხალხს და ნახო მაგრამ ახლა იმდენად მოიხსნეს ნიღაბი რომ კეთილი ნებეთად დაინახეთ ძალიან უნდა ბრმავდებით რომ რეჟიმი თქვენთანაც არის მოსული ჩემ პატრიოტიშვილი რო დაიჭირეს განათლება სწავლა ქვეყნის სიყვარული თუ დანაშაულია თქვენი შვილები რით არიან დაზღვეული მეტი ბევრს ნიკაბიც კი აუკანკალდა ნერვიულობაზე განიცადა ანუ საუბრობთ ხელისუფლების მომხრეებზე რომლებიც იქ იყვნენ თუ პოლიციელებზე არა ქალბატონებზე ზოგმა კაი ერთიო დავანებეთ თავი თან უყურებს კაი არ მინდა მე ვთქვა რატო ქალბატონო დაბრმავება ძალიან გინდა მეთქი დაინახეთ რასაც საუბრობენ ისე არ არის ფერადი სათვალები მოიხსენით მეტი ზოგმა არაუშავსო გამოსწორდება სიტუაციაო მე ვუთხარ
სანამ თქვენ არ შეგეხებათ, აუცილებელი არ არის, აუცილებლად შეგეხოს თქვენ რომ ხმა მოიღოთ. ქვეყანა არის უკვე გადაჭეხილი. ლანგრით არის მირთმეული და კეთილი ინებეთ და ამოიღეთ ხმა, ყველამ ერთად გადავარჩინოთ ქვეყანა. რა გჭირთ მეთქი მე ვთხარ რაღა მაძილით გძინავ. ზოგ შეცვლა, ზოგი ხმას არიღებს, არ მინდა არ მაინტერესებს გაჩუმდინო ამბობ. რა შეგრძნება დამჩა იცია, მაგრამ რომ აღიარონ, მე გააპროტესტონ უნდა და ხმას ვერ იღებენ. რო თქვას, თქმა არ უნდა ეშინიათ. და ასე ყავთ გაჩუმებული. აი ისინი მთავრობის წევრებს მოხვდნენ თუ? კი, იმიტომ რომ სანამ მთავრობა მოვიდოდა, იდგნენ და რო მთავრობა წავიდნენ, ან მარტო პოლიცია რა მხარდამჭერებს მოიყვანეს, ხო? კი, მაგრამ ბევრი ვერა. იმ მხარდამჭერებსაც ძალიან კარგად აუხსენი ყველაფერი. მე მოგითხარი, არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი და ნამდვილად ვერ წერთ რომ ამ პარტიაში იყავი, იმ პარტიაში იყავი. იმ პარტიის მინუსებზეც ვიღებდით ჩვენი ოჯახი ხმა, ამისას და მაშინ თუ ის რეჟიმი იყო, ახლა რატო ჩაიგდეენ ამეთქი? აი ვუთხარი პირდაპირ, თუ სამართლიანი ადამიანი ხარ, ნაცინაც მე ვუთხარი გაჩვენდი თუ მაშინ ნაცმა დააშავა და ხმას იღებდი, ახლა რა გეტაკა? ესე იგი არ ხართ სამართლიანი მეთქი. აი ყველაფერი ვუთხარი რაც საჭირო იყო. გაჩვენდნენ. თავდამარით თქვენ რა სიტყვით დღევანდელ დღეზე ჭირა. მოგესალმებით და მადლობა მოწვევისათვის. ნიშნულოვანი დღე არის ჩემთვის პირადად 99 წლიდან მოყოლებული 9 აპრილი. მე არასოდეს არ გამიცდენია, ყოველთვის მივდიოდი და მივდივარ და ყვავილებით პატივს მივაგებ, რა თქმა უნდა, გარდაცვლილებს, იმიტომ რომ თითოეული გარდაცვლილის სამძივარზე ვარ ნამყოფი და ჩემთან ერთად გაიარა ყველაფერმა ამ ტკივილმა, იმ პატარა ბავშვებისამ, სკოლის მოსწავლეებისამ. და მე ვთვლი მაგალითად რომ მე რადგანაც მონაწილე ვარ ამ 9 აპრილისა, მე ვთვლი რომ ეს მარიონეტი ხელისუფლება ამათ მორალური უფლება არ აქვთ რომ პატივი მიაგონ, იმიტომ რომ არაფრად არ მიაჩნიათ. ერთხელ თქვენს კიდეც რომ ეს არ იყო ნიჩვევით დაჩეხვა, ეს იყო ჭყლეტვაში მოყოლილი ადამიანების ჯგუფიო და ამიტომ არ აქვთ მაგათ მორალური უფლება. უბრალოდ ჩვენ მოგცეს იმის საშუალება გამწარებულ დედებს, რომ ასე მოგცეულიყავით შარშან 9 აპრილს ვთქვათ. მაგრამ ისინი შარშან ვერ გაეკარენ ტერიტორიას, ვინც მოვიდა იქ იმათმა მიიღეს საკადრისი პასუხი, ისევე დაემართათ როგორც რესტორანში დაემართათ მაშინ მოსამართლეებს ყველაზე დიდი სირცხილი რო აჭამეთ, მაგრამ წელს არ გადაგვიწყვეტია ესე როგორც შარშან. წელს თქვით რომ კი ბატონო მოდით და ჩვენ ვიქნებით მზად იმისათვის რომ თითოეულ ჩვენ კითხვას უპასუხოთ, მაგრამ ой საოცრება რა. აი ესეთი რამე ხე ვიღაცა იტყვის რომ აი შენ ახლა შენი შვილი რო დაჭერილია, იმიტომ მე ბიძინა ივანიშვილმა რო თქვა რომ მოვდივარ ხელისუფლებაში, ჩემი პირველი სიტყვები იყო აი ახლა დაიღუპება ქვეყანა მეთქი. აი იმ წუთში ეს ვთქვი, იმიტომ რომ რა ვიცი, ასე ჩავთვალე და ზუსტად მოხდა ეს, გადააქცევ საკუთარ შემოღობავს საქართველოს მეთქი საკუთრებად მეთქი და კიდეც შემოღობა და ამიტომ ეს კი არ არის სიძულვილი. მართლა ნარგიზის თქმის არ იყოს, ყოველთვის ყველას ვაკრიტიკებთ, ვინც დააშავებს, ხო? თვითონვე ამბობენ, რომ მოპარეს ბავშვებს ფული, მოპარეს სოციალურად დაუცველებს ფული, მოპარეს ჯარისკაცებს, რა ვიცი, წინდები და საჭმელი ხომ მოპარეს და მოპარეს და არიან ქურდები. პრინციპში აღიარეს, რომ არიან ქურდები, ყაჩაღები და ამ ჩვენ შვილებთან სამშობლოს სიყვარულისთვის დროშას რო აფრიალებდნენ ხელში, რატო უნდა იყვნენ ისინი ციხეში, ხო? კარგი ბატონო, არიან ციხეში, ჩვენ გავხადეს იძულებული, გამოვსულიყავით ქუჩაში, ხო? ყველაზე დიდი სირცხვილი ბევრჯერ ჭამეს და დღეს კიდე უფრო მეტად, იმიტომ რომ იქ მოდიოდა ყველა ქვეყნის ელჩი, საელჩო წარმომადგენლები და ტაშით ხვდებოდით რა თქმა უნდა მათ ჩვენ. საინტერესო რომ ელჩებს ტაშით შეხვდა იქ ხალხი და ამ მთავრობის წევრებს შეძახილებით. რა თქმა უნდა. მე წავიკითხე Facebook-ზე და ალბათ თქვენც ნახავთ, შეგხვდებათ სადმე რომ თურმე შედარება გააკეთა ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომ არ ვიტყვი ხო გვარს, იმიტომ რომ ზუსტად არ მახსოვს გვარის შეცდომით არ ვთქვა, წავიკითხეთ ჩემი თვალით, რომ ეს იგივე იყო ტაშის დაკვრა, რომ ნიჩვებით, როცა მოვიდა რუსის ჯარი, იმათვინაც ტაში რო დაგეკრა, თუ არა ბატონებო, ეს არ არის. ხო, რა შუაშია, მაგრამ იცით რა არის? მე ვხვდებით, პატარები არა ვარ ჩვენ. შური, ბოღმა,
აი გაბოროტებულები არიან, აი გაბოროტებულები. აი როგორები იყურებოდნენ ეს ამდენი პოლიცია, ეს ამდენი საპატრულო, საპატიო ყარეული, აი ეს საპატიო ყარეული რა იყო? მე 37 წელიწადია 9 აპრილის მემორიალი არსებობს. 37 წელიწადია დავდივარ, ესეთი არაფერი მინახია რა. კომენტარიც კი არ გააკეთეს, ვერ გაჩერდა მთავრობა და კომენტარი ვერ გააკეთა. აი გაიარეს და წავიდნენ, აი რო იტყვიან ჟურნალისტებთანაც არ გაჩერდა. არა. ჟურნალისტები ხო იცი როგორ გამოეკიდნენ და სანამ მანქანაში ჩაჯდებოდნენ, მე მგონი მაშინ მოასწრო კობახიძემ ის რაც თქვა. აი ზუსტად ისე გამოუვიდათ, რომ აი ყვავილს რო ისვრი, რო დააგდო ის ყვავილი და всё. არ ვიცი მე, ეს არ არის იმიტომ კი ვლაპარაკობთ ჩვენ ამას, რომ დედა ეხლა ვაკნინებ, დაკნინებულები არიან ისედაც, მით რომ არ გვახსოვს ესეთი ხელისუფალი საქართველოს გაანადგურეს საერთოდ, აი ქვეყანა აღარა გვაქვს ჩვენ და რისი გულისთვის? იმის გულისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს კუთში დიო პრემიერ-მინისტრმა და რა ქვია, კაბინეტი პრემიერ-მინისტრისა ბიძინა ივანიშვილმა გააცნოს ალიევს და ის კიდე უკან იყოს იმ პუდელივითო რო იტყვიან მართლა რა. ეს ამას ხო არ უნდა ვინმეს კარნახი. მე რა ამას ხო ყველა ვხვდებით, პატარები ხო არა ვართ. ეს არის ქვეყნის სირცხვილი. რასაც ვხედავთ ხო? ქვეყნის სირცხვილია პრეზიდენტის მეუღლის გამოსვლა, ქვეყნის სირცხვილია პრეზიდენტის გამოსვლა. პატარები არა ვართ. რომ ამას ვერ მივხვდეთ რა და ამათ კიდე გონიათ რომ ჩვენ თურმე აი ხედავ შენ აი ჩვენი ბრალი ყოფილა ყველაფერი, ჩვენი ბრალი არაფერი არ არის. ჩვენ ვართ ყველაზე მართალი ადამიანები. ატიმრის ოჯახის წევრები, მე ძალიან კარგად ხვდები, იმიტომ რომ მე ჩემი შვილი ვიცი როგორი გავზარდე, ნარგიზი მიცის თავიშვილი და მართლაც მადლობა ყველა თითოეული პატიმრის ოჯახის წევრს, რომ აი ესეთები არიან და ერთად აი ესე ვიბრძვით და ვიბრძოლოთ ბოლომდე, მანამ სანამ ამ ქვეყანას ხელიდან არ გამოვაცლით ამ მარიონეტ ხელისუფლებას, თორე რაში ჭირდებათ კი მიგვის. აი რაში ჭირდება ძლივს მოპოვებულ თავისუფლებას, რომ ვართმევთ ლანგრით რუსებს. რატო? თორე კი შენც იყავი, შენი მოქალაქეები ცაცხოვრე. კმაყოფილი ამყოფი ხალხიც და თვითონაც იყავით ბედნიერი, რატო აკეთებენ? აუცილებელია იძალადო მოქალაქეზე, აუცილებელია იძალადო ჟურნალისტზე, აუცილებელია დახურო სიტყვის თავისუფლება. სალომე ზურაბიშვილის უყურებთ ეკრანზე. მოვიდა ჩვეულებრივად სალომე ზურაბიშვილი. ვინმე სიტყვა არ უთქვია, განა არ იყო იქ ვინმე ჩვენთაგანში, რომ სალომე გულზე არ ეხატება. ალბათ არის ესეთი ადამიანი. მე მაგალითად დღეს შევხვდი იქ ირაკლი ბაჩიაშვილს. არა, ბათიაშვილს მეთქი, ხო. იმ დღეს ვახსენებთ ამ ბათიაშვილს. ირაკლი ბათიაშვილს შევხვდი და მე მაშინ მივუთხარი, რომ მე მივესალმე რა თქმა უნდა, იდგა, არავის ზედმეტი არ უთქვია მისთვის, ვიცით ძალიან კარგად, რომ დღევანდელი პროპაგანდისტია ჩვეულებრივად ოცნების. და ვუთხარი, რომ მე ვარ 9 აპრილის მონაწილე და მე ვიცი თქვენ რა წვლილიც გაქვთ შეტანილი მეთქი 9 აპრილის. მე მახსოვს ირაკლი ბათიაშვილი გადარჩა სიკვდილს, იმიტომ რომ მასაც მოხდა ის მაშინდელი დარტყმა და იქ გამახსენა კიდეც, რომ აი აქ ნახევრად კუტარი ვეგდეო რა, მე მართლა აიყვანეს, წაიყვანეს, ყველას ეგონა რომ მოკვდებოდა. და ძალიან ისე კორექტულად, როგორც ჩვენ, ისევე მან უბრალოდ ვუთხარი, რომ თქვენ ხართ პოლიტიკოსი, არ ხართ ახლა პოლიტიკაში, მაგრამ აი ხელში თორნიკეს სურათი მეჭირა და ვაჩვენე რომ მე გავზარდე კარგი შვილი მეთქი მე უთხარი და რატო უნდა იყოს ციხეში მე და თქვენის ხმა მე არ გამიგია მეთქი ეკრანიდან და მე იშვიათად გამოვდივარო მაგრამ სადაც გამოვსულო შეგიძლიათ ნახოთ რომ მე ვამბობ და ეხლაც ვიტყვი რომ აი ესენი უნდა იყვნენ თავისუფლები იქვე თქვა ადგილზე ესენი უნდა იყვნენ თავისუფლები ამნაირ ადამიანს მოგწონს თუ არ მოგწონს მადლობას ეტყვი ხო როცა ის ხმამაღლა თავის ასს დააფიქსირებს კი მოყო კომენტარებში მე ლანძღვა იქით იმას ლანძღავდნენ ისევე კოცები რატო თქვა ალბათ ეს მაგრამ თო გასაგებია ეს პატიმრების შესახებ დღეს ჯაჰმაიძე მას თქვა რომ ადრე თქვა ხო რომ ეკლესია მიმართეთო სამჯერო და ნუ ყურად არისო ხელისუფლება და არ გამორიცხო რომ კიდე მიმართოთ იქ მეუფეშიოც იყო მოსული არ ვიცი ხა მან თქვა თუ არა რამე ამ თემაზე მაგრამ ნუ ჯაჰმაიძე მე თქვა რომ შეიძლება კიდე მიმართოთო მაგრამ ნუ როგორც ხედავთ ნუ ეკლესიის მიმართვაზეც არ რეაგირებს ხელისუფლება ხო თავარი ნუ რასაც ითხოვს რაც მათგან გავიგეთ არის ის რომ აი მოინანიონ აღიარონ და მერე გამოუშვენ რა უნდა მოინანიოს ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმს ვერ მოინანიებ და აი გეფიცები ამ შემთხვევაში ყველაფერში ხომ ბიძინაა უფროსი
პატიმრები როცა ციხეში ზიან, პირდაპირ ირაკლი კობახიძის ხელია აქ. აი ირაკლი კობახიძე როცა გადაწყვეტ პატიმრების გაშვებას, მე არ გადაწყვეტ და ბოლომდე მოახდევინებს, აქ პირადად მე ხელს ვადებ კობახიძეს, ჩემი შვილი ზვია ცეცხლაძე არის კობახიძის პირადი ტყვე. რატომ და როგორც ჩანს არ მოწონს განათლებული თაობა და ეს ჩვენი ბიჭები თან ლექტორი იყო ხო? ლექტორი ხო და თვითონ უთხრა რომ ლექციებზე ვიდებატოთ ირაკლი კობახიძეს უთხრა რატომ არის ეს რუსული კანონი დაგიმტკიცებო. მე აღარ დაუშვეს ლექციებზე მისი ტიტუშკები დაახვედრეს და მე კი დაიჭირეს ბიჭი. ძალიან მწუხვარ, მაგრამ ირაკლი კობახიძეს როგორც აღმოჩნდა ვერ იტანს განათლებულ თაობას და ეს პერიოდი როგორც ჩანს გამოეპარა ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს რომ განათლებული თაობა არ უნდათ. ეს ხო გამოჩნდა, მაგრამ რაღაც ეტაპი გაეპარათ და გაუშვეს ციხეში. ვინც გაეპარათ, ისინი გაუშვეს ციხეში. მაგრამ აი ზუსტად ხელს ვადებ კობახიძეს. პატიმრების თავისუფლება პირდაპირ კობახიძეზე გადის. აზრი არ აქვს, რა სიტყვის ჯაღმაიძე აზრი არ აქვს. არაფერს აზრი არ აქვს. კობახიძე გადაწყვიტავს. კობახიძეს ახლა ბიძინა თუ თიც დაუქნევს არა, კობახიძე უმტკიცებს ბიძინას, რომ რამდენად საშიშები არიან. იცის კობახიძემ რა განათლებული თაობა და იცის მისი სტუდენტი რა შესაძლებლობების არის. და ზუსტად კობახიძე უმტკიცებს ბიძინას, რომ ეს ბიჭები არ გავიდნენ. აი ამაში მე ნამდვილად კობახიძეს ვადანაშაულებ. ძალიან ვარ დაწუნებული. რამდენიმე ინციდენტიც მოხდა, ხო, ჩვენ ნახეთ და შეხაშობა ამ სპეციალურად მოიყვანეს ეს ხარდამჭერები იქ პროვოკაციისთვის თუ რა მოხდა. კი, ყოველთვის მოყავს. წარმოიდგინეთ, არა მარტო ბიჭები, ქალებიც კი მოყავს. მარიზე. ყავს თეთრობა სპეციალურად ეგეთები. რა თქვა ერთმა ქალმა რომ მოიყვანა? ბიძინას მერეო ბერა იქნებაო და ბერას მერეო მისი შვილი იქნებაო და მერე ზუსტად და ზურამაც გაძახა. ჩვენთანო აჭარაშიო ასლანბაბუს ფიქრები ვიქნები და ვიქნებიო, მაგრამ არისო ქალბატონო მიბრძანლიო. კი, პირდაპირ ასე მოვიდა და გვითხრა. და ჩვენც ესე მივაძახეთ, რომ ასე ეგონა ასლანასაც ასლანბაბუს ფიქრები ვიქნები და ვიქნებიო, მაგრამ იქ იყო? აი ზუსტად ინციდენტი ყოველთვის ხდება. ანუ ოცნებს მოხდებს თანახმარიან, ხო ფაქტობრივად. ხო რომ დინასტია იყოს ივანიშვილი. ხო, აი, მაინც სპეციალურად გააჩერა. აი, საინტერესო ქვეყანა არ უყვარს. ქვეყანა არ უყვარს და ბიძინა უყვარს. ბიძინას მერე ბერა, ბერას მერე მისი შვილი. და ეს მემკვიდრეობით გადავცეთ ქვეყანა, თუ გადავეცით ეგრე სახელმწიფოს ეყოლება ამის მერე განათლებული ადამიანების გუნდი და არ ეყოლება ყაველაშვილების ნაირი, დინარაძის ნაირი, თქვათ, არ მაქვს კობახიძეს საუბარი რა ვიცი, თქვენი მოგვარე კი არის. ხო, ჩემი მოგვარი კი არის, მაგრამ მე მახსოვს ძალიან კარგად 90-იან წლებში, როცა მრცხვენოდა ჩემი თავის და ჩემი გვარისა, კარგად ვიმახსოვრებდი გვარს და იყო ვინმე გიორგი კობახიძე და მე გავიგე რომ ეს გიორგი კობახიძე რომელიც იყო მოკტა ჭანტურია, მოკტა რა ქვია იმ ყველა ლიდერი ვინც იყო 9 აპრილს ირაკლი წერეთლის გარდა აღარ ვთვლი ახლა 100-იანს და იმათ აი გარეთ ქუჩაში ვინც იდგნენ ძირითადად ყველა ჭავჭავაძეც გარდაცვლილია კოსტავაც გამსახურდიაც ჭანტურიაც ირინა გადარჩა თამრიკო გადარჩა აი ეს ხალხი სულ ყველა და მაშინ იძახდნენ ხოლმე რომ ამა ეს გააკეთა ვინმე გიორგი კობახიძე და დღეს გებულობ რომ გიორგი კობახიძეს შვილი არის ირაკლი კობახიძე რომ აი მოიშორაო ლიდერებიო რა უჩისტიაო მოიშორა ლიდერებიო და რა ფაქტის სახეზია და დღეს არის მისი შვილი ირაკლი კობახიძე რომელიც ასევე იშორებს ვიღაცებს. ნუ გიორგი კობახიძე ხა ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურა მაშინ არ იყო. ხო. ნუ ედეპეს ერთ-ერთი ლიდერი იყო და ხო, მაგრამ ცოტა გადაჭარბებული მგონი ხა ასეთი ბრალდება მის მიმართ. ნუ ედეპეს ლიდერი იყო და ზვიადისტებს არ უყვართ იმის გამო რომ ედეპე იყო ხა ზვიადის ასე ვთქვათ მოწინააღმდეგე და ზვიადისტები ეძახიან ყველას მაგათ კგბ-შნიკებს და ასე შემდეგ. თუმეტეს ახლა გიორგი ჭანტურია იყო ძირითადად მაინც ერთ-ერთი იყო ის კობახიძე თუ რა გიორგი იყო მაინც ხო
და ის გიორგიც კი ბატონო, დღევანდელ ამ ინციდენტებს რო დაუბრუნდეთ, ანუ რა მოხდა იქ, ანუ ეს რაღაც პროვოკაციისთვის მე ვერასოდეს ვერ ვიტყვი, რომ აქციის მხარე იწვევს ინციდენტს. ყოველთვის ვიღაცას შემოაგზავნიან, ის ან არის ნასვამი, იტყვის რაღაცას, მე გარიდებას ყოველთვის ცდილობენ აქეთ აქტივისტები, რომ განარიდონ ის, მაგრამ სანამ განარიდებენ გზადაგზა ყვირის. გზადაგზა ყვირის, მე ეთყობა საერთოდ ვფიქრობ, რომ რამე დანაშაულს რო წააწყდე და დარეკო პოლიციაში, მე რა მიჭერენ იმას კი არა, ვინც აშავებს. იმიტომ რომ ეს ხდება. დღეს იმ ბექაგოცილიძის არ იყოს, ხო? იმან დააშავა, ბიჭები ციხეში ზიან ორი ბიჭი. დღესაც ახლა ის სისხლი ადინეს 9 აპრილი იყო დღეს და იმ ბიჭს, იმ აქტივისტს სისხლი ადინეს ცხრილპირიდან პოლიციელებმა და მე ვამბობ და ვიტყვი, ჩვენ 9 აპრილს ნიჩვევით დავჭეხა რუსის ჯარმა ქართველების ხელით და დღეს ჩემს შვილს და ჩემი შვილის ტოლებს ისევ ქართველების ხელით ჩეხავს და კლავს ქართველი პოლიციელი. მაშინ პოლიციელებმა 150 პოლიციელი დაზიანდა მაშინ, რომლებიც ეფარებოდნენ დაზარალებულს. მაშინ პოლიცია პოლიცია მოვიტინგების მხარეს იყო. იყო მხარეს, ახლაც შეიძლება რომ მხარეს თუ არ იქნება ყოველ შემთხვევაში დაიცვას მაინც ადამიანი, არა. აქეთ მხარეს იჭერენ და ეს აუცილებლად დასრულდება და ყველა ეს პოლიციელი, მე დაზარალებული პოლიციელი, ყველა ნოიტყვიან, რომ ჩვენმა შვილებმა ვინმე დააზარალეს. ერთი დაგვანახონ დაზარალებული. ისე ამბობენ რომ არის ბევრი დაზარალებული, 100-ზე მეტი პოლიციელი დაზარალდა მიტინგის დროს. რომ მოვიდა ვთქვათ მოწმეთ და თქვა რომ მარცხენა მხრიდან მესროლეს და მარჯვენა მხარეს გამიტყდა თავიო. ჩვენ ხო უსმენთ იმას და მე თვითონვე იბნევა. ან ჯოხი მოიქნიაო და წკეპლა იყო რომ ჯოხი მოიქნია და აქეთ მხარეს მოიქნია და აქეთ გადაწყვეტა. აი სულ ყველა ამბობდა ძალიან აბსურდს. არავინ არ მოიტანა სამედიცინო დასკვნა, არავინ. აი წამიყვანეს მეგობრებმა, აი მივედი, ახო არა მაქისა, ფორმა გადავაგდე, ცოლმა გარეცხა, აი სულ ესეთი ლაპარაკი. სასამართლოზე. სასამართლოზე. აი არ არსებობს არც ერთი პოლიცია. რატო არ იყო აღჭურვილი თუ პოლიციელები ასეთი საფრთხის წინაშე იყვნენ? ამ ყველა იყო აღჭურვილი იქ. არა, დაზარალების მერე ვითომ არა. უყურე თვითონ იწყებენ პროვოკაციას, შემოგზავნიან რამოდენიმე ჯგუფს. ერთი მახსოვს წინა აქციები, ზვიადი მაშინ 19 წლის იყო და ახალგაზრდა ჯგუფი მივიდა და ბრახუნობენ პარლამენტის კიბესთან რო ახვალახლა დროშა რო ხატია. და ერთი ქალბატონი მოვიდა და ეუბნება ზვიადს რომ გეხვეწებიო, მინდიოდა თხოვეო. მაგ ახალგაზრდებს რომ მოაბრახუნებენ, რომ პროვოკაციას იწვევენ. ქალბატონო უკვე სამჯერ თხოვეო, მაგრამ ეგენი არიანო თავრობის მოგზავნელი ტიტუშკებიო. ახლაო დააკვირდი ქალბატონო, პოლიცია წამოვავ, ეს ბიჭები გაიქცევიანო და მომიტინგები ვინც იქნებიან, იმას დაიჭერონ. აი როგორ უყურებდი ამ კაცს, იცი? თვითონ მათი შემოგზავნილი ბიჭები ბრახუნობენ, იგინებიან, ვიქციტყვაობენ, ამ დროს იღებს იმედი, პოსტივი. ცუდი რაღაცები რომ აი ნახე. იქ მიტინგზეც მასე იქნებოდა სავარაუდო. კი. ის იწყებდა ამ იმას, რა ხა შემოხვალ. ისინი იწყებდნენ და აი ახლა 4-ებში დაჭერილები სამი კაცი როგორ აჯაჯგურებს ჭიშკარს გადააგდებს და როგორ იპარებიან. ხო, კარგად ჩანან თან ისინი არ არიან და ვერ გამოიძიეს ვითომ. არა და თვითონ არიან ამ ყველაფერში მონაწილე. თვითონ კობახიძე რო სწორი გამოძიება წავიდეს, კობახიძე ამბობს რომ სურპრიზი დახვდებათ. ქვეყნის პრემიერი გქვია. სწორი გამოძიება პრემიერს, შენ რა იცოდი რა სურპრიზი? ესე იგი, გამოდის რომ შენი ხალხი შეკავს შეცდომაში. თუ იქ დანაშაული უნდა ჩაიდინონ, რატო უწყობ ხელს? შენი ქვეყნის მოქალაქეა, ხო? რატო უბიძგებ დანაშაულისკენ? გარეთ დაახვედრე მაშინ პოლიცია რომ არ დააშაოს. არა, შეცდომისკენ მიუთით არა, მოდით დააშავეთ რომ მე უნდა დაგიჭიროთ. ეგეც დანაშაულია, ხო? არაფერი არ დაუმტკიცნათ ჯგუფ ძალადობაში მონაწილეებს, ვითომ? აი საერთოდ არაფერი. აი სააპელაციო თავმჯდომარე მოსამართლე გაყვირებული იყურება. იმიტომ რომ ადვოკატებს რო უშმენს. ეხლა 11-ში გვაქვს ნაისში და ბიჭები იტყვიან დასკვნით სიტყვებს ყველას ალბათ მომზადებული აქვს. აი არაფერი მტკიცებულება არ არსებობს და 2 წელი ციხეში არიან. აი არ ვიცი, აი ეს რა არის, არ ვიცი.
აი 2 წელი ციხეში. რო შევაჯამოთ ჩვენ დღე 37 წელი გავიდა და 9 აპრილი და ისევ იქ დგას ხალხი, ისევ იბრძვის და რა შეგიძლია თქვათ, უკვე თქვენი ბრძოლის შესაძლებლად თქვენი შვილები იბრძოდნენ, ეხლა თქვენ მოიგზით, ხო, მათ მაგივრად, სანამ ისინი ციხეში არიან. აი ამაზე რა შეგიძლია და როგორ წარმოგიდგენიათ ამ ბრძოლის გაგრძელება? როცა მე 9 აპრილს იკვიდები. ზუსტად ჩემასაკში იგივე გზას გადის თორნიკე და კიდეც მითხრა ერთხელო, დედა თქვენ ბრძოლასთან ჩვენი ბრძოლა არაფერი არ არისო და ამ დროს მე ჩემი გადმოსახედიდან ვეტყოდი თორნიკეს და ყველა ბიჭს. არა, პირიქით, ჩვენ რუსეთს ვებრძოდით, იმიტომ რომ აღარ გვინდოდა რუსეთი და ვაჯობით მათ მაშინ. მიუხედავად იმისა, რომ სხერპლი დიდი იყო, მათ ვაჯობეთ და ამათ ქართველიებისთვის, ქართველი პოლიციეებისთვის და ქართველი სახელმწიფოებისთვის. მაშინ ჩვენ არ ვამტყუნებდით, მე ძალიან კარგად მახსოვს, ჩვენ ვინც იყო თავმჯდომარე მაშინ პრეზიდენტი არ იყო პატიაშვილი. არავინ არ ამტყუნებდა პატიაშვილს მაშინ. იმიტომ რომ ვამბობდით, რომ პატიაშვილი მიაყუდეს კედელთან და ძალიან უსმენდით მის ყველა გამოსვლას და დღეს ვხედავთ, რომ ესენი არიან დამნაშავეები პირველ რიგში სახელმწიფოს, მაგრამ არალეგიტიმური ხელისუფლება, მეთაურები რა. ესენი არის. თქვენ რას ეტყვით? მე რას ვიტყვი და ძალიან მწუხარი იმაზე, რომ თავრობას ესე მისი მოსახლეობა ძულდეს. რა დროს მოასწრეს ეს იძულვილი, რა დაუშვა მისმა მოქალაქეებმა, ეს ახალგაზრდა სტუდენტებმა, თაობამ. საკუთარ შვილებზე და მომავალზე რო არ ფიქრობენ, მართლა ქონებაა ყველაფერი, მართლა ფულია ყველაფერი, სირცხვილია ეს. აი, როგორ შეიძლება შენი, თუნდაც კრიტიკოსი, ესაა ჯანსაღი აზროვნება, ხომ? გავაკრიტიკო თუნდა ერთმანეთი და ამ კრიტიკაში იქნებ ჯანსაღი რაღაცა დაიბადოს აზრი. თქვენ რომ მე გამაკრიტიკებს, ესე იგი საცხას შევცდი და მოდი გადავხედო ამ ჩემ კრიტიკას, სად დავაშავე, არა. რას ქვია გამაკრიტიკე, მე შენ დაგიჭირ. გვერდით აღარ იხედებიან, სულ მართლები გონიათ, ქვეყანა არ უყვართ, აბა ფულის ყველა აკეთებს, პატარიდან დაწყებული, დიდით დამთავრებული და იმდენად ბევრი შეცდომა აქვთ გაკეთებული და იმდენად ბევრი დანაშაული, რომ ჩიხში არიან და ვაბანკზე მიდიან და არ არის კიდე გვიანი, გაჩერდით, შეიყვარეთ თქვენი ხალხი, შეიყვარეთ თქვენი სტუდენტები, თქვენი მოსწავლეები, თქვენი ქვეყანა და ვიბრძოლოთ და რუსეთს ნუ მივცემთ ამ ქვეყანას. პირადი დაცვა საკმარისი არ არის ის, რომ მოსულ 9 აპრილის მემორიალთან, აი, პირადი დაცვა ნიკა გვარამიას დაყვება ერთი დიდი კაცი ვიღაცა ამდენ მიტინგზე, ხო, ამდენ ამხელ აქციაზე. პირადი დაცვა საკმარისი არ იქნებოდა იმისთვის, რომ ჩვენ იმათვე თქვა არ გვესროლა, ისე ვამბობ. ხო, არც ვაპირებდით და არც ვიზავდით მაგას. მაგრამ ეს სამდენი პოლიცია. ალბათ ხარება აღარ არის, თორე იმასაც იქ მოიყვანდა ყველა ქუჩა ჩიტაძეც 9 აპრილის კატენილი იყო ქაშვეთისკენ ჩასასვლელი და ის მთელი ტერიტორია ხო იყო და იყო და გასაგებია. შრები არიან. მადლობა დიდი განაცემაში მონაწილეობისთვის, თქვენი გამბედაობისთვის და ბრძოლისთვის. ნარგის დავითაძე, ზვიაცეცხლის დედა და მარიზი კობახიძე, თორნიკე გოშაძის დედა იყვნენ ჩვენი განაცემის პირველი სტუმრები. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ თამრიკო ჩხეიძე იქნება ჩვენი სტუმარი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და მასთან ერთად გავიხსენებთ 9 აპრილსაც და ასევე დღევანდელ დღეზეც ვისაუბრებთ. ჩვენ დავბრუნდით ეთერში ვაგრძელებთ საუბარს 9 აპრილზე და იქ დღეს განვითარებულ მოვლენებზე, დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას და ასევე 37 წლის წინ მომხდარ ამბებზე. თამრიკო ჩხეიძე ჩაგვერთვება, პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მე ვესალმები მას. გამარჯობა ქალბატონ თამარ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში მინდა რომ დღეს შექმნილი ვითარება შევაფასოთ თქვენთან ერთად, რაც დღეს ვნახეთ იქ 9 აპრილის მემორიალთან. შარშანად საერთოდ ხალხმა არ მიუშვა იქ მთავრობა წელს მოახერხეს მისვლა ოღონ პოლიციის ძალით და იყო შეძახილები რუსებო და ასე შემდეგ. 37 წლის თავზე, როცა ერი 100 არის გაყოფილი და დგას ხალხი პატიმრების დედები, რომლებიც ხელისუფლებას რუსებს ეძახიან, ცდილობენ რომ არ მიუშვან მემორიალთან. ეს რაზე მეტყველებს, რა ვითარებაში ვართ დღეს თქვენი გადმოსახედიდან? ხელისუფლებას მართავს, თუნდაც ნაკლი ყველა ხელისუფლებას ყოველთვის აქვს, მაგრამ თუნდაც ნაკლოვანი, მაგრამ მაინც ამ ქვეყნის ინტერესების ასე თუ ისე გამომხატველი ქართული ხელისუფლება, ამის მაგივრად რომ ესე იყოს,
რომ სინამდვილეში ანომალიური მდგომარეობა და აი ეს ქართული ხელისუფლება კი არ მართავს, არამედ მართავს იმ ძალის წარმომადგენელი, პირდაპირ წარმომადგენელი და იმ ინტერესების გამომხატველი, რომელმაც მოაწყო 9. და ეს ქმნის ამ ანომალიურ მდგომარეობას და არა შინაგანად თავად ერში არსებული გაყოფა ამ საკითხზე. ამ საკითხზე სერიოზული გაყოფა ეროვნული დამოუკიდებლობა თუ რუსეთთან ერთად ყოფნა და ჩამორჩენილ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან ბნელი და სუსტი განვითარების პირობებში ეს არ არის ერის გაყოფა, არამედ ის არის, რომ თავად ერი ამჯერად არის მოქცეული ასეთ მდგომარეობაში, ის არ არის თავისუფალი და დამონებულია იგივე 9 აპრილის ჯალათების გაგრძელების მიერ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ 37 წლის თავზე ჩვენ ისევ თავი რუსეთს ვერ დავაღწიეთ და პირიქით რუსეთის მიერ ვართ დღესაც დამონებული, სწორად გავიგეთ თქვენი? ფაქტიური მდგომარეობა ესეთია, რა თქმა უნდა, მაშინ ჯერ საქართველო არ იყო დე-იურე დამოუკიდებელი. დღეს დე-იურე დამოუკიდებელია საქართველო. ეს თავისთავად ამ ფაქტს არ ვამცირებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დე-იურე დამოუკიდებელია. მაგრამ სამწუხაროდ ამ დამოუკიდებლობას ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება. ფაქტიურად არ არის ის მოქმედებები, რომელსაც საქართველო დღეს ახორციელებს და რა პოლიტიკასაც ის ადგია, ეს არ არის ის, რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა ატარებდეს და კვლავ საქართველოში ვითარებების განსაზღვრად სამწუხაროდ რჩება ისევ და ისევ რუსეთის იმპერია. აი რატო მიგაჩნიათ, რომ არ არის ეს ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკას ატარებს? ისინი პირიქით ამბობენ, რომ ჩვენ პირიქით ვიცავთ დამოუკიდებლობას, ორ ფეხზე ვდგავართ და დამოუკიდებლობას მარტო რაღაც ერთი ქვეყნისგან კი არ უნდა იცავდე, არამედ ყველასგან უნდა იცავდე და ჩვენ სხვების ჩარევისგან ვიცავთ ამჯერად ქვეყანას. რა თქმა უნდა, ყველასგან უნდა ვიცავდეთ, მაგ თავისთავად ცხადია ეგ არის, მაგრამ მაგენს ყველაფერი შემოღებულად აქვს. ის ვინც არის ვისაც მიტაცებული აქვს საქართველოს მიწები და ვინც არის ოკუპანტი იმაზე შეიძლება პირდაპირ არ ამბობენ რომ მეგობარია მაგრამ ყველაფერს იგივეს ამბობენ რასაც არის ოკუპანტი ამბობს და რა იდეოლოგიაც აქვს ამ ოკუპანტს რასაც ის მოითხოვს ჩვენგან ფაქტიურად იმას აკეთებენ და ის ქვეყნები რომლებიც ყოველთვის ჩვენს დამოუკიდებლობას უჭერდნენ მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერდნენ მხარს და საერთოდ ზოგადად საქართველოს ნორმალურ განვითარებაში ეხმარებოდნენ ყველა სფეროში. აი ეს ქვეყნები გამოცხადებული აქვს მტრებად. და აი აქედან ჩანს უკვე მათი ამას დიდი მტკიცებაც არ ჭირდება, აქედან ჩანს ვის პოლიტიკას ატარებენ ისეთი, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ჭკვათამყოფელი ადამიანი და ახლა ესეთი გიჟი არავინ არ არის, რომ სიგიჟის დიადაგზე შვებოდეს ამას, რომ ცდილობდეს საქართველოს მოწყვიტოს თავის ნამდვილ მეგობრებს, რომელსაც მისთვის არც მიწაწაურთმევიათ, პირიქით ცდილობენ გაჭირვებაში ყოველთვის დახმარებას ეკონომიურად, კულტურის ძეგლების ხური ყველა მხრივ, აბსოლუტურად ყველა სფეროში დახმარებას ყოველნაირად, აგრეთვე შეძლების დაგვარად შეიძლება ჩვენ მეტი გვინდა, მაგრამ შეძლების დაგვარად გვიცავენ რუსეთიდან და აი ამისგან მოწყვეტას და მარტო დატოვებას ვინც ცდილობს, იქ ხო ჩანს ის სინამდვილეში ვის პოლიტიკას ატარებს. აი აქედანაც ჩანს, მე ის კანონები, რომელიც ბოლოს მიიღეს, ესენი ხო როცა საუბარია რომ ეს არის რუსული კანონები, ეს ჩანს რომ ზუსტად იგივე სისტემას ემსახურება, რომელიც რუსეთისთვისაა დამახასიათებელი და ზოგადად მიდის ტოტალიტარიზმისკენ. ესე იგი მრავალპარტიულობის მოსპობა ვითომ გამჭვირვალეობის საბაბით და სინამდვილეში ამას გამჭვირვალეობასთან არანაირი შეხება არ აქვს, იმიტომ არავინ გამჭვირვალეობის წინააღმდეგი არ არის. ეს მხოლოდ საბაბი იყო იგივე არასამთავროებზე შეტევა, რომ არასამთავროები ფაქტურად აღარ უნდა არსებობდნენ, თუ ვინმე იარსებებს, სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს, ესე იგი ხელისუფლება უნდა აფინანსებდეს თავისი შეხედულებისამებრ, ესე იგი მისი ორგანიზაციები უნდა იყვნენ. მთელი ის კანონები იგივე თქვათ თუ არ იცნობ კანონიერად ხელისუფლებას და განსხვავებული აზრი აქვს ადამიანს, ის უნდა ფაქტურად ხელისუფლების ასეთი განზრახვის შემთხვევაში ციხეში უნდა წავიდეს. მოკლედ დემოკრატიის იმ
ფასადს, რომელიც შეიძლება ითქვას პოსტსაბჭოთა პერიოდში მართალია ჩვენ არ გვაკმაყოფილებდა არასოდეს ეს ფასადი და იმასაც ვაკრიტიკებდით, მაგრამ როდესაც გავიგეთ უკვე და დავინახეთ თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა თუნდაც ფასადს, იმიტომ რომ ის ფასადს თავისი რეალური მნიშვნელობა აქვს და დღეს დაწყებულია ბრძოლა უკვე დემოკრატიის იმ სტრუქტურასთან, რომელიც დარჩენილია უბრალოდ. დემოკრატიის მკვლელობისთვის მიდის ბრძოლა, მრავალპარტიული სისტემის მოსპობა, პრესაზე, საერთოდ მასმედიაზე შეტევა, ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადება, ნებისმიერი ადამიანის აგენტებად გამოცხადება, თავისუფლების, გამოსვლის თავისუფლების, პრესის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების, ყველაფერ ამაზე ხდება ტოტალური შეტევა და ეს ხო ცხადია ვის ინტერესშია. კი ეს ამათ გემოვნებასაც შეესაბამება მარტო რუსეთის დაკვეთა არ არის, ეს დაკვეთა აბსოლუტურად შეფერებულია ამათ გემოვნებასთან. მაგრამ ასეა თუ ისე ესენი ასრულებენ ამის პირდაპირი დაკვეთა ცხადია არის რუსეთ და რუსეთის გარეშე ამას უბრალოდ ვერ გაბედავდნენ. კი მოწოვთ თვითონ ეს ამბავი, მაგრამ ვერ გაბედავდნენ რუსეთის გარეშე. გასაგებია 37 წლის წინ როდესაც ეს ამბები ხდებოდა თუ წარმოიდგენდით ვაში რა მოხდებოდა ქვეყანაში 37 წლის მერე რომ კვლავ ასეთ ვითარებაში ვიქნებოდით კვლავ ვილაპარაკებდით რუსეთის გავლენაზე ვარ თუ არა ბოლომდე დამოუკიდებელი და ასე შემდეგ მე რა კოსტავამ მკითხვა მაშინ რომ თავისუფლებას მერე ბრძოლა დაჭირდება მის შენარჩუნებასო და ну, პრინციპში ხო, მთელი ეს წლების ამისთვის ვიბრძვით შენარჩუნებისთვის, მაგრამ მაშინ თუ გქონდ შეგეძლოთ ამის წარმოდგენა, რომ 37 წლის მერე იგივე ბრძოლა გვექნებოდა ფაქტობრივად. არამც თუ თქვათ იმ დროს ამას ვერ წარმოვიდგენეთ, იმ დროს რა თქმა უნდა სრულიად წარმოდგენილი გქონდა და ბევრად ადრეც რომ საქართველოს საბჭოთა იმპერია დაინგრეოდა და საქართველო გახდებოდა დემოკრატიული და დამოუკიდებელი, ეს წარმოდგენილი რა თქმა უნდა გქონდა, მაგრამ რომ მერე კვლავ ასე აღორძინდებოდა იქ ეს აღორძინდებოდა უკვე ეს ტენდენციები კვლავ გამოცოცხლება მოხდებოდა აი ამ ტოტალიტარული ძალების ასეთი ფორმით. ამას 37 წლის წინ კი არა, ამას შეიძლება ითქვას 1-2 წლის, 3 წლის წინაც ვერ წარმოვიდგენდით. მე მგონია რომ აი ესეთ ფორმებს მიიღებდა ის ხელისუფლება რომ რუსული იყო, რომ ანტიდემოკრატიული იყო, ეს თავიდანვე აბსოლუტურად ნათელი იყო, მაგრამ თუ ეს არადემოკრატიული ხელისუფლება აი ამ მიმიკრიასაც კი რომელიც ის იცავდა ამ მიმიკრიას, ანუ თამაშობდა რაღაცებს, უფრო მეტად ვიდრე დღეს აკეთებს, აი ამასაც გადადებდა უკან და გამოაცხადებდა პროგრამას დემოკრატიის დასამარების და ეს ღიად გააკეთეს მათ, მაგალითად არჩევნების წინ გააკეთეს ღიად, როცა გამოვიდა ივანიშვილი და მთელი პროგრამა გამოხატა, როგორც დემოკრატიის დასამარების რომ პარტიები უნდა აკრძალონ, უნდა საერთოდ პლურალიზმი მოისპოს, არ უნდა არსებობდეს, ამავე დროს გამოხატა სხვათა შორის გეგმა აფხაზეთის ჩაბარებისაც. და ეს ყველაფერი მას, ну, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ჩაბარების გეგმაში რას გულისხმობთ? ბატონო? აფხაზეთის ჩაბარების გეგმაში რას გულისხმობთ? რას გულისხმობ, რასაც რუსეთი გულისხმობს ზუსტად იმას. არა, ივანიშვილმა გამოხატაო და ივანიშვილმა რა კონტექსტში გამოხატა? ივანიშვილმა გამოხატა ის, რომ ჩვენ ავართ თითქოს დამნაშავე ამ ომში. ბოდიში რომ მოიხადა. ჩვენ ჩაგრავთ, ჩვენ როგორც დამნაშავე მხარე უნდა მივიღოთ ზომები, უნდა ბოდიში მოვიხადოთ და ამავე დროს უნდა ესეც აბსოლუტურად საპარლამენტო უმრავლესობაც ამ კონტექსტში სახსენა მან, თუნდაც ამიტომა საჭირო რომ იგივე ეს საკითხები მოგვარდეს. ანუ აქ საუბარია გარკვეულ ვითარებაში იმ რეალობასთან შეგუებაზე, რასაც რუსეთი გვეუბნება, უნდა შევეგუოთ იმ რეალობას, რომ ეს ჩვენი მიწები აღარ იქნება არასოდეს საქართველოს. აი მას გულისხმობ. და აი ეს გეგმა, რომელზეც ის საუბრობდა, ეს ამას ნიშნავს. ჩვენი სახელმწიფოა დამნაშავე და ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში და შემდეგ უკვე ეს მოგვარდება გარკვეულ თვალსაზრისით უკვე კონსტიტუციური ცვლილებებით, ეს ამას ნიშნავს. ხო, გასაგებია, რასაც გულისხმობთ, საბოლოო ჯამში 9 აპრილს როცა იქ ეროვნული მოძრაობა 37 წლის ყველა იყო ერთიანი, ყველა ერთად იდგა მაშინ იქ და მაგრამ მერე უკვე
სადღაც რამდენიმე თვეში ერთი წლის მერე ფაქტობრივად მოხდა ეს გაყოფა, გაშლა და 2 წლის მერე, როდესაც ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 9 აპრილს უკვე ცალ-ცალკე იყავით, ხო? ერთმანეთთან დაპირისპირებული. მე როგორც მახსოვს, ნაწილი საერთოდ არც კი ემხრობოდა გამსახურდიას მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ჯერ დრო არ არისო, ხო ამბობდე. რამ გამოიწვია ეს გაყოფა დღევანდელი გადასახედიდან და რამდენად როგორ აფასებთ დღეს ახლა ამ მოვლენებს? ხო, ეს ცოტა არასწორი სქემა ბრძანეთ თქვენ, მაშინ არ მომხდარა ეს გაყოფა, ასე რომ თქვათ 9 აპრილის შემდეგ წლებში, როგორც თქვენ თქვით, და ზოგი დამოუკიდებლობის წინააღმდეგი იყო, დამოუკიდებლობის წინააღმდეგი ყოფილიყოს ღიად ყოველ შემთხვევაში მე ეგეთი არ მახსოვს. დამოუკიდებლობის წინააღმდეგი არა, უბრალოდ იმ მომენტში არ ემხრობოდნენ, როგორც მახსოვს, მაშინ როცა ზვიადმა გადაწყვიტა. არ მახსოვს. ეგ არ მახსოვს. შეიძლება რამე არ მახსოვს თვითონ დამოუკიდებლობის გამოცხადების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, ეგ არ მახსოვს. მაგრამ გაყოფა რაც შეეხება გზებს, ტაქტიკას, რა უნდა გაკეთებულიყო ამ დამოუკიდებლობისთვის, ეგ მაგ დროს არ მოხდარა, ეგ გაცილებით ადრე მოხდა. თვითონ ამ აპრილის ახლა მაგისი დრო და საშუალება არ არის, ეს ხანგრძლივი პროცესია. ამის თვითონ აი ამ აპრილის აქციის წარმართვაზეც გაყოფა უკვე არსებობდა და სხვადასხვა შეხედულება არსებობდა და ბევრად ადრე, სხვათა შორის. 9 აპრილამდე ბევრად ადრე ეს გაყოფა სახეზე იყო. ნუ მერე და მერე კიდე ამ სხვა ფორმები მიიღო და სამწუხაროდ შემდეგ ეს გამოყენებული იქნა რუსეთის მიერ, ნუ რისთვისაც იქნა გამოყენებული, ეს უკვე ცნობილია. ეს გაყოფა. ხო, ამიტომ კითხეს დღევანდელი გადასახედიდან როგორ უყურებთ ამ ამბავს? თუნდაც ხო, დღესაც ბევრი სხვანაირად ფიქრობს. ჩვენ ხელისუფლებაზე ვისაუბრეთ და ბევრი მომხრე ყავს მათ, რომლებიც სხვანაირად უყურებენ ამ საკითხს და რეალურად ხალხშიც არის ხო გაყოფილი ეს მოსაზრებები. ხალხში ახლა გარკვეულწილად არის, მაგრამ ეს ბუნებრივი გაყოფა არ არის, ეს არის უბრალოდ ძირითადად. ნუ რა თქმა უნდა, ზოგ შეიძლება ბუნებრივად ქონდეს ეგეთი შეხედულება, ესეც არსებობს, მაგრამ ეს უფრო არის პირადად დაინტერესებული ხალხი, მათი ოჯახის წევრები, მათი ნაცნები, რომლებიც ეკონომიურად არა მარტო ნაცნები და ოჯახის წევრები, ის ხალხი, რომლებიც უკვე ჩართული არიან მათ სტრუქტურაში, ვთქვათ, ამითი არსებობენ, ძირითადად ესენი არიან, იმიტომ რომ უკვე იმდენი რაღაცები ჩაიდინეს, რომ ვთქვათ, ვისაც თლიანად არ ესმოდა და თავიდან არ ესმოდა, რას წარმოადგენდნენ ეს ხელისუფლება, რას წარმოადგენს, დღეს გაცილებით მეც ესმის და არ ამგონია, რომ აი ეს მოტივები რო არ არსებობდეს პირადი ანგარებითი მოტივები, არ ამგონია, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ ასე ფიქრობდეს. რაღაცა ნაწილი ყოველთვის იფიქრებს ბუნებრივი არსებობს ის ფენაც, რომელიც უბრალოდ პრორუსულია, აქვს ნოსტალგია საბჭოთა კავშირისადმი. ესეთი ფენა არსებობს, რასაკვირველია და ამას ნუ თავისი მიზეზები აქვს, მე არ ვიცი ახლა რამდენი არიან ისინი, ყოველ შემთხვევაში რაც არიან ნორმალური განვითარების შემთხვევაში მაგდენიც არ უნდა იყოს წესით, ამდენიც არ უნდა იყოს. თქვენ ბრძანეთ, რომ აი მაშინდელი ის გაყოფა რუსეთმა გამოიყენაო და ამიტომ კითხეთ, დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ აფასებთ, შეცდომა ხო არ იყო მაინც გამსახურდიასთან ასეთი სახით დაპირისპირება, როგორც ნაწილი დაუპირისპირდა ხო მაშინ. იცით რა, მე იმათ რიცხვს არ ვეკუთვნი, ასე რომ ჩემგან იმ სიტყვებს ვერ მოისმენთ, როგორც ბევრისგან ისმენთ, რომ არის ხალხი, რომლებიც მაშინ იყვნენ, ნუ პირობითად ვთქვათ, ანტიზვიადისტები, ნუ მეორე მხარეს იყვნენ და იყვნენ ზვიადისტები. ჩემგან მე ის კატეგორია არა ვარ, რომელიც ეხლა იყვნენ ზვიადისტები და ეხლა ახლა გამოდიან ანტიზვიადისტები და ეხლა ზვიადისტებად ასახებენ თავს. მე რა შეხედულებებიც მქონდა მაშინ, იგივე შეხედულება მაქვს, იგივე იმ ხელისუფლებაზე, იმ ხელისუფლების სადმე მე ოპოზიციაში ვიყავი და სრულიად არ ვნანობ ამას, იმიტომ რომ ოპოზიციაში ყოფნა ეს ძალიან ჩვეულებრივი და აუცილებელი მომენტია. სხვა საკითხია, რომ არავითარ შემთხვევაში ეს ოპოზიცია ოპოზიცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ რასაკვირველი არ უნდა მოხდარიყო სამოქალაქო ომი, მაგრამ სამოქალაქო ომში უბრალოდ ნუ ძალის გამოყენება, რაც არ უნდა დავაქვთ ამას, ძალის გამოყენება, ეს სამხედრო სახე ამას არ უნდა მიეღო, მაგრამ ამასაც მაშინაც ესე ვფიქრობდი და ეხლაც ესე ვფიქრობ. და თავისთავად ოპოზიციაში იყო ადამიანი, დღეს რო ზოგიერთი ამას ნანობს, მე ამას აბსოლუტურად არ ვნანობ, იმიტომ რომ არის შეხედულებები და მოვლენები, რომელსაც ეხლაც ასე ვფიქრობ და კრიტიკულად უყურებ. ის სხვა რომ ამას არ უნდა მოყოლო და რასაკვირველია სამხედრო სახე ამას არ უნდა მიეღო, მაგრამ
ეს ცალმხრივი მოვლენა არც ეს არ იყო ხუთაშორის. ნამდვილად არ იყო ცალმხრივი, ესეც ორმხრივი არასწორი და გარედან გასაგებია. ხო, გეთახმებით რომ ეს ვრცელი საუბრის თემაა და ალბათ სხვა გადაცემაში შეიძლება უფრო ვრცლად ვისაუბროთ. ბოლოს კითხავს როგორც გამოცდილ ადამიანს, ვისაც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იბრძოლიათ, დღევანდელ პროტესტს როგორ უყურებთ? ხო, იყო თითქოს აზვირთება, მერე მინელდა და ნუ ხალხი კი დგას 500 დღეა ქუჩაში, მაგრამ ისეთი ტალღა აღარ არის და როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ ასე? რაც შეეხება ზოგადად როგორ უყურებ ამ პროტესტს ძალიან დადებითად უყურებ ყოველნაირად რამდენადაც მე შემიძლია ვცდილობ ხარიბეც მონაწილეობდე ისეთი ძალით სამწუხაროდ და ისეთი აქტიურობით ვერა როგორც ზოგი სხვა მაგრამ ყოველნაირად ვცდილობ მონაწილეობდე მხარს უჭერ რაც შეეხება იმას და ძალიან ძლიერი და ძალიან ლამაზი და სხვათა შორის ძალიან აი განსაკუთრებით პირველად რომ აი დასაწყისში და გარკვეულ პერიოდის მანძილზე ძალიან გონივრულად წარმართული პროცესი იყო. ეხლაც ხარს უჭერ რაც ხდება, ახლა რაც შეეხება რომ ამდენხანს გაგრძელდა და ეს ცხადია გარკვეულ გულგატეხილებას იწვევს და ახლა ისეთი აღმავლობა აღარ შეინიშნება, მაგრამ ამისი მიზეზი არის ის რომ ისეთ ძალასთან გვაქვს საქმე და ეს საგარეო ძალა ეს არ არის და ძალიან და მისი დაძლევა თუნდაც იმ ძალით რომელიც იყო და უზარმაზარი ძალა იყო გამოსული ხო მართალია ეს იყო დღეები როცა მართლაც გრანდიოზული სახე ჰქონდა ამას მაგრამ სამწუხაროდ ისეთ დიდ ძალასთან ჰქონდა საქმე ზოგს რო გონია რომ ჩვენ უპირისპირდებოდით ივანიშვილს და მის რაღაც რამდენიმე ათას რა ქვია იმათ არ ვიცი სხვადასხვა სტრუქტურის ხალხს რომლებიც ძალოვანებს გულისხმობ ამათთან ჰქონდა საქმე და ამიტომ ვერ და რა უნდა იმათ დაძლევას და რატო ვერ დავძლიეთ ამდენხანს ეს არასწორია ჩვენ იმ რამდენიმე ათას ძალოვანს კი არ უპირისპირდებოდით მსოფლიო ბოროტებას რომელიც განსახიერებულია პუტინის რუსეთის სახით და ეს პუტინის რუსეთი დგას მას უკან და მათ უკან და არა ის ვიღაცა 4000 თუ 5000 არ ვიცი რამდენი არიან ის ძალოვნები. იმიტომაც მოხდა რომ ეს პროცესი არ შეიძლება უცებ დამთავრებულიყო გამარჯვებით და ეს ადვილი იყო. ეს მსოფლიო მასშტაბის ბოროტებასთან გვაქვს საქმე, რომელსაც დღეს ყველაზე საუკეთესო ძალები რაც არსებობს სოფლიოში ისინი ებრძვიან და ეგულისხმობ უპირველეს ყოვლისა უკრაინას რა თქმა უნდა და ზოგადად დემოკრატიულ სამყაროს და იმათვისაც კი ეს არ არის ადვილად დასამარცხებელი ძალა თუმცა მე ვფიქრობ რომ მაინც გამარჯვება იქნება სწორედ აი ამ დემოკრატიული ძალების მხარეს და აი ამიტომაც ასე რომ ვთქვათ ეს ძალიან ადვილად ვერ მიდის ეს პროცესი, იმიტომ რომ გლობალურ პროცესთან არის გადაბმული და ასე ადვილი ამხელა იმპერიის დამარცხება არ არის, თორე ეს რუსეთის ფაქტორი რომ წარმოვიდგინოთ ვირტუალურად, უბრალოდ წარმოვიდგინოთ რომ აღარ არსებობს, ხო? ესენი იმავე დღეს გაიქცევინათ შეიძლება ითქვას და არავის გასაგებია გეოპოლიტიკაზე მნიშვნელოვნად ვართ რა თქმა უნდა დამოკიდებული მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა თამარ ჩხეიძე ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი საუბრობდით 9 აპრილზე დღეს არსებულ ვითარებაზე ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე მე გემშვიდობებით სამშაბათამდე იცით რომ აღდგომის დღეები მოდის და წინასწარ გილოცავთ დამდგე გახდგომას